გამარჯობა, მე დემე ვარ და თქვენ ამ არხზე ხშირად შეხვდებით აი ესეთი ეზოების გასუფთავებას ზედმეტი ბალახისგან და ეკალბარდისგან. დღეს ჩვენ ვიმყოფებით სოფელ ოძისში, რომელიც არის საოკუპაციო ხაზიდან 800 მეტრში და მოგეხსენებათ ესეთი სოფლები ნელ-ნელა იცლება და მოსახლეობა ხშირად ვეღარ ახერხებს ჩამოსვლას და კარმიდამოს დასუფთავებას. ჩვენ ვეცდებით, რომ ეს პრობლემა მოვაგვაროთ ნაწილობრივ და ამ შემთხვევაში ამოვირჩიეთ ეს სახლი, ეს ეზო და ვეცდებით, რომ გავასუფთავოთ. ვინაიდან პირველი ვიდეოა, გვინდოდა რომ ყოფილიყო მაქსიმალურად რთული, რომ ეს თუ გამოგვივიდა და მგონია რომ გამოგვივა, ამის შემდეგ ვეღარ შეგვაშინებს ვერანაირი სირთულე, ვერანაირი ეკალბარდი და ვერანაირი ზედმეტი ბალახი. ახლა კი შეგვიძლია შევუდგეთ საქმეს, ცოტა წვიმს, მაგრამ იმედია რომ მიუხედავად ამისა მოვახერხებთ იმ შედეგის დადებას, რაც გონებაში გვაქვს და რაც გვაქვს ჩაფიქრებული. ჭიშკრის გახსნა ვცადეთ, მაგრამ ვერ შევძელით, იმიტომ რომ ისია მოდებული ეკალბარდი, რომ ფიზიკურად სამოძრაო არეალი აღარ აქვს ჭიშკარს. ეხლა ვეცდებით, რომ გავათავისუფლოთ პირველ რიგში ჭიშკრის სამოძრაო სივრცე და შემდეგ უკვე მივხედავთ დანარჩენ ეზოს. ასეთი საქმის დროს აუცილებელია უსაფრთხოება, ამიტომ უნდა მოუჭუტოთ თვალები მაქსიმალურად, რომ არ შეგვეყაროს სხვადასხვა მტვერი და ნაგავი, მაგრამ თუ მარტო ამასაც რო არ ვენდოთ, შეგვიძლია სათვალეც ვიხმაროთ და რა თქმა უნდა, ხელთათმანები ეკალთან მუშაობის დროს აუცილებელია. შეგვრჩა სათიბელას ტარი ხელში, ალუმინია და როგორც ჩანს მოჭიდების დროს გატყდა, ვერ გაუძლო. იმაზე რთული ყოფილა, ვიდრე გვეგონა რომ იქნებოდა, ვიცოდით რომ მარტივი არ იქნებოდა, მაგრამ ნუ ასეთ სირთულესაც არ ველოდი, იმიტომ რომ ბალახთან ცოტა სხვა სპეციფიკაა თიბის დროს და აი მაყვალთან მუშაობა ცოტა რთული ყოფილა, იმიტომ რომ ზემოთ არის აწეული, ესეც მაგისტვის იდეაში არ არის გათვლილი, რომ მაყვალის ესეთი ბუჩქები ჭრას. არა უშავს, რა ხომ თქვით რომ გავაკეთებთო, ბოლომდე უნდა მივიყვანოთ საქმე. ეხლა ამას გადავჭრით, გადავაბავთ და გავაგრძელებთ ისევ საქმეს.
საკმაოდ შრომატევადი აღმოჩნდა მსგავსი ეზოს დასუფთავება, თუმცა ძირითადი ეტაპი უკვე დასრულებულია, უკან ხედავთ მოჭრილ ეკალბარს, რომელსაც დავტვირთავთ მისაბმელზე და წავიღებთ სოფლის ნაგავსაყრელზე. ღობე გადავწყვეტეთ, რომ ესე დაგვეტოვებინა, ვინაიდან ბუნებრივ ბარიერს ქმნის ეზოსა და ქუჩას შორის. თქვენ კი თუ მოგეწონათ ვიდეო, გამოიწერეთ, დაგვილაიქეთ, დაგვიკომენტარეთ რჩევები თუ გაქვთ, გაგვიზიარეთ თქვენი შთაბეჭდილებები. მსგავსი კარმიდამო თუ გეგულებათ სადმე მოგვაწოდეთ ეგ ინფორმაცია, გაგვახარებთ ძალიან. მადლობას გიხდით, რომ გვიყურეთ.